ძვირფასო მაყურებლებო და მეგობრებო, დღეს მე თქვენ მინდა შემოგთავაზოთ ისმაილ პერეზის ვიდეო, რომელიც ეხება დაკარგულ მეცნიერებს, ეხება ისევ დევიდ უილკოკის წასვლას ამ ქვეყნიდან, რა ხდება და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. და მინდა გითხრათ, რომ თურმე ისმაილს ქვია სინამდვილესი იშმაელი. ხო, ელენა მუზა მას ახსენებს როგორც იშმაელს, მაგრამ მე რადგან თქვენ არ დიიბნეთ, დავტოვებ ამ სახელს ისმაილ პერეზი. შეიძლება პერეზიც სხვაგანაც ჟღერს, მაგრამ მასე ეწერა სულ ვიდეოების ქვეშ. კარგით, მაშ დავიწყოთ. და ისმაილ პერეზი მოგესალმებათ ყველას. ისმაილი ამბობს, რომ ვალიანტ ტორის დახმარებითო მე შევძელიო იმ მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებაო, რასაც ეხებაო მეცნიერების გაუჩინარებას და მასთან დაკავშირებით რაც მოხდაო 2 დღის უკან სასუმრო ხელდონში, სადაც იყო მცდელობა თვითმკვლობისა, სუიციდისა. გეტყვით, რომ ეს ისმაილ პერეზის ვიდეო იყო ინგლისურენოვანი ატვირთული 27 აპრილს, მაგრამ რუსულენოვანი ვიდეო აიტვირთა 1 მაისს. და ამ ყველა მოვლენებსო აერთიანებსო ერთი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორია. და თუ თქვენ დიდი ხანი ამ თემებს სწავლობთ ან უყურებთ ჩვენ ვიდეოებს, გეცოდინებათ, რომ ჯეკ პარსონი იყო ალისტერ კროულის მოწაფე და ბევრი ამისგან იყო დაკავშირებული ელემენტთან, რომელიც იყო შექმნილი იმისთვის, რომ არ დაუშვან მასშტაბური გახსნა ინფორმაციისა. საუბარი მიდის გაუჩინარებულ მეცნიერებზე და მათ შორის იყო ემი, მაგის გვარი იყო მგონი ეხატი. ეს მეცნიერები გააქრეს იმათვა, ვინც დარჩა ჩრდილოვან სახელმწიფოში. მაგრამ არის კიდევ მეცნიერების სხვა ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ გალაქტიკურ ალიანსთან 7 ვარსკვლავურ ქალაქებში, რომელიც მე ვახსენე, ემზადებიან გახსნის ახალი ეტაპისთვის, ინფორმაციის გახსნის ახალი ეტაპისთვის, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტავს ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას, მაგრამ რატომღაც იგვიანეს პრეზიდენტი ტრამპი რაღაცის ეშინიათ, ფიქრობენ ალბათ, რომ ადამიანები არ არიან მზად. ხო, და ისმაილ პერეზიც ელოდება ამ მომენტს. ვერაფერი შეაჩეროსო იმას, რაც უკვე გადაწყვეტილიაო. და რა მინდა იცი გითხრათ, ჩრდილოვანი სახელმწიფო კაბალა გრძნობს, რომ ცოტა დრო აქვენ დარჩენილი. და აგრეთვე ელენა მუზას წინა სიტყვაობა მე თქვენთვის არ გამითარგმნია, მაგრამ როდესაც ელენა მუზა თარგმნის ვიდეოებს, ის ყოველთვის აკეთებს წინა სიტყვაობას. ასევე ისმაილ პერეზის ვიდეოები ხშირად გამოდის არაზე კანალ რასკრიტიე და მე ხოლმე რომ განმეორებითი არ მომიჭიოს, იქედანაც ვთარგმნი მე ვიდეოებს, ამიტომ ხოლმე ელენა მუზას გადათარგმნილი ვიდეოები და კანალ რასკრიტიეს გადათარგმნილი ვიდეოები ეცაირია და მე მიწევს ამის გარკვევა, რომ იგივე არ გადათარგმნოს შემდეგ იმ არხიდან. და ელენა მუზა ამბობს, რომ სახელმწიფო რუსეთში 1 მაისიდან შემოდისო კანონი, რომელიც საჭირო ტრაფიკს, ანუ 15 გიგაბაიტზე მეტი დახარჯვის უფლება არ აქვს. შემდეგ ხდება ფასიანი, მაგრამ ეს არ ეხება კონტაქტს და ზოგიერთ რუსულ არხებს, ქსელებს. და ის ამბობს, რომ ერთი ერთ-ერთი ცხოველების დამცველი ქალი, ახალგაზრდა გოგო მოკლეს. ისე მაგრად ცემეს, რომ მან არ მიმართა სამამტყოფოს, არ მიმართა, რადგან ცხოველები ყავდა სახლში, ეს პატრონი და უპატრო ცხოველი, ეს თავისი სამი ძაღლი ყავდა და აგრეთვე ეს მონაწილეობდა უკრაინაში ომის დროს
ეხმარებოდა, იყო ვოლონტერი ამ რუსი ჯარისკაცებისა. და მათ ეხმარებოდა, რასაკვირველია, ახლა ამ ბუნების დამცველის გასანადგურებლად დაიქირავეს ახალგაზრდები, რომლებსაც თან ყავდათ ისეთი ძაღლი, რომელსაც შეეძლო დაგრიჯვა ადამიანის და ცხოველისიც. და თითქოს ამ ახალგაზრდებმა თავი წარმოაჩინეს როგორც უკრაინის ხარეს ხარდაჭერები, რომ ისინი იბრძოდნენ თითქოს უკრაინის ხარეს და აუშაირდნენ ამ გოგონას, ამ ვალანტიორს, თავისი ძაღლს დააკვნინეს ეს ქალიც, ძაღლებით ტვინის შეყევა ქონია ამას და შემდეგ რამდენიმე დღეში ნახეს კვდარი სახლში. და ასეთი მოვიდა დევიდ უიკოსაც, მაგრამ ელენა მუზაც ადასტურეს იმას, რომ იყო გამოყენებული ტექნოლოგია ტვინის თავის ქალა პლუს ტვინი. კიდევ აგიხსნით თუ რაში შედგება ამ ტექნოლოგიის გამოყენება. სპეციალური სხივი ახდენენ ზე გავლენას ადამიანის ტვინზე ამ ტექნოლოგიის დახმარებით შეიძლება ადამიანი გახადო აგრესიული, ადამიანი აიძულო, ინერვიულოს, რაცხა სტრესის შეგრძნება ჰქონდეს, რაღაც პანიკური შიშები დაემართოს, ყველა ეს ნეგატიური ემოციური შიშები და თან ისე მოქმედებენ ადამიანის წინაშე, რომ აიძულებენ ადამიანს თავი მოიკლას. თურმე ვარსკვლავური სულები ყოფილან მაიკლ ჯექსონი, ვიქტორ ცოი, 딘 რიდის მე ვიცნობ, იმიტომ რომ მე ვიყავი სკოლაში, როდესაც 딘 რიდის დასწრდნენ, ამცირებდნენ, კნებდნენ, დაკნენას უკეთებდნენ და 딘 რიდი გავიგე რომ შენია დღეს რომ 딘 რიდი მოკლეს. თუ თავი მოიკლა არ მახსოვს ზუსტად. ის უკრავდა გიტარაზე და მღეროდა. ყველას უყვარდა ეს კაცი, ყველგან დადიოდა. მე ძალიან შემიყვარდა ეს პიროვნება, ბავშვი ვიყავი და ახთუანებული ვიყავი ამ პიროვნებით. მეხუთე მეექვსე კლასში არ მახსოვს ზუსტად როგორ კლასში ვიყავი, სადაც ცოცხალი იყო, შემდეგ ის მოკლეს. აგრეთვე მახსოვს ძალიან გოგონა სამანტა. ისიც მოკლეს მამასთან ერთად, მათი თვითმფრინავი ააფეთქეს. სამანტა იყო ჩამოსული საბჭოთა კავშირში და უკან რო ბრუნდებოდა, ააფეთქეს. დაიღუპა ორივე მამაც და შვილიც. მე ბევრი რამე მახსოვს იმ დროიდან, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. თუმცა ტელევიზორში ბევრი ინფორმაცია არ გადმოსცემდნენ და დევიდ უიკოკზეც იყო ასეთი ზედაწოლა, რადგან ის იბრძოდა ინფორმაციის გახსნასთვის. ეგერ რაც დაემსგავსა კორიგუდი. დაშინებულია კაცი. მე ვერ ვცნობ ამ კაცს. დაშინებულია. თავიდან ისეთი თავდაჯერებული გამოდიოდა, ახთოვანებული იყო რომ ამ საქმეს აკეთებდა და ბოლო ვიდეო რომელიც მე ჩავწერე, რომელიც გადავთარგმნე კორიგუდის მონაწილეობით, მე არ მომეწონა ის კაცი. ის არის ფიზიკურად როგორ გითხრათ, დადრგუნული. აი ნიშანი იმისა თუ რას ნიშნავს, როდესაც ადამიანზე ახდენ დევნას, დაკვინებას. კარგი, მოდით გავაგრძელოთ. ალიანსმა გამოავლინა რაღაც მოვლენები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ გამხრალი მეცნიერებებთან, ამ მეცნიერებების გაქრობასთან, რომლებიც მუშაობდნენ აეროკოსმოსური ტექნოლოგიების სფეროში. ამდაგვარი მოვლენები ხშირად
დაკავშირებულია ინფორმაციის ჩახშობასთან, რადგან მათ უნდათ თავიდან აიცილონ ამ ინფორმაციის გახსნა და ეს ინფორმაცია ეხება განვითარებულ ტექნოლოგიებს. ამ ოპერაციის ჩარჩოში ინციდენტი სასტუმრო ხილტონში განიხილება მცდელობა აიძულონ შემსრულებელი სახელმწიფოს თანამდებობის პირები გაჩუმდნენ. ეს იყო თავდასხმა განსაზღვრულ ადამიანებზე იმისით, რომ ხელი შეუშალონ მოძრაობას, რომელიც არის დაკავშირებული ინფორმაციის გახსნასთან და დაკავშირებულია დონალდ ტრამპთან, რაც წარმოადგენს დაგეგმილ გახსნას უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით, განვითარებულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, ყველა უცხო ობიექტებთან დაკავშირებით. მოდით ახლა განვიხილოთო ეს ინციდენტი. ინციდენტი სასტუმრო ხილტონში ალიანსმა დაასახელა როგორც ხელი შეშლა და ალიანსმა ეს მოვლენა განიხილა როგორც პროვოკაცია. სავარაუდოა, რომ ეს არ იყო შემთხვევითი თავდასხმა, ეს ადგილი იყო განლაგებული იმ ადგილისაგან, სადაც ტარდებოდა ხოლმე ფარული შეხვედრები. დრო იყო ისე შერჩეულიო, რომ ხელი შეეშალათო კოორდინაციისთვისო, მოქმედების კოორდინაციისთვისო გახსნის წინა პირობების წინ. მიზანი კი იყო დაეშინებინა ხელმძღვანელობა იმისთვის, რომ მაგათ უფრო სწორად გადაედოთ ამ ინფორმაციის გახსნის თარიღი. ალიანსის რაზვედკამ დაადგინაო, რომ მსროლელი, ანუ კილერი ამ სასტუმრო ხილტონში იყო პოლ ტომას ალენი. ეს იყო კომპრომენტირებული აგენტი, რომელსაც ადრე ჰქონდა კავშირი გასაიდუმლებულ აეროკოსმოსურ შემუშავებებთან. ამ კილერმა დაამთავრა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და იყო დაკავშირებული სარაკეტო ლაბორატორიებთან, რეაქტიული მოძრაობისა, სწორად ვიტყვი, სარაკეტო მოძრაობების რაკეტულ ლაბორატორიებთან. თუმცა ოფიციალურად ის არ იყო ამ ორგანიზაციების თანამშრომელი. მისი მონაწილეობა ამ მოქმედებებში, ამ სააგენტოების მოქმედებაში იყო, ესე იგი, ეხმარებოდნენ, ასე ვთქვათ, ამ კაცს კოსმოსური პროგრამებში მონაწილეობის სანაცვლოდ, რომლებიც მოქმედებდნენ ლეგალური ამ სახელმწიფო, ასე ვთქვათ, სააგენტოების სააგენტოებში, ლეგალურ შენობებში მოქმედებდნენ არალეგალურად. ასე რომ აქ ყველაფერი რთულადაა. ითვლება, რომ ეს კილერი ალენი მოქმედებდა საიდუმლო ორგანიზაციის გამოღვიძებულების ზემოქმედების ქვეშ. ალიანსის მონაცემების თანახმად, ეს საიდუმლო ორგანიზაცია გამოღვიძებულები არის მიწისქვეშა ქსელი. მიწისქვეშა არა, არის იატაკქვეშა, პატპოლნა რუსულად, ქართულად იატაკქვეშა ქსელი და მან შეძლო, ასე უხეშად რომ ვთქვათ,
სამეცნიერო, სამხედრო და კიდევ თქვა მესამე ქსელი. ვაобще აქ ქსელებში შეძლო მოხვედრა. და მათი თავარი მიზანი არის არ დაუშვან ამ განვითარებული ტექნოლოგიების გასაჯაროვება. ჩანსო რომ ეს ალენი იყო ჩათრეული ელმტრა ულკა ემტრას პროგრამებში. აგრეთვე იყო ჩათრეული სტრატეგიულ ოპერაციებში დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მოხდა ეს ინციდენტი სასტუმრო ხილტონში და აგრეთვე ესენი მისცემ მიმართულად ახდედნენ ზედატოლას მეცნიერებზე და აგენტებზე. და ეს ყველაფერი ხდება 2023-დან 2024 წლებიდან. როგორც მე ვიციო, მე მაქვსო ყველა მონაცემები. მოგვიანებით მე ამაზე უფრო დეტალურად მოგიყვებითო. ტრადიციული დაჯგუფებებიდან განსხვავებით, უпростоრად ტრადიციული დაჯგუფებებისაგან განსხვავებით, რომლებიც მოქმედებენ მთავრობის ინტერესებში და რომლებიც მამოძრავებელი ძალაა ხელისუფლება და ფული, ეს ჯგუფი ხელმძღვანელობს ბნელი დოქტრინით, რომ კაცობრიობა უნდა დარჩეს ტექნოლოგიურ ტყვეობაში. სავარაუდოდ ეს იყო ჩაფიქრებული ჯერ კიდევ ჯეკ პასერსონის დროიდან, რომელიც არის დამაარსებელი ამ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიისა და ისინი, ვინც ღმათ არიან ამ თემაში ჩაფლული, იციან, რომ ჯეკ პასერსონს სწავლობდა ლესტერ კროუთან. და ეს არის ის ისტორიული ბნელი ფენა, რომელიც აკავშირებს ყველაფერს საწყის ჩანაფიქრთან, რომელიც იყო დამუშავებული თვით ჯეკ პასერსონის მიერ ალიანსის არქივში. ჯეკ პასერსონის მემკვიდრეობა ნახსენებია როგორც სიმბოლური განვითარებადი წერტილი მათ კვლევებში რეაქტიული მოძრაობის სფეროში და ეზოტერიკული იდეოლოგიებში და ზოგი ფრაქციები, რომლითანაც თანამშრომლობდნენ ეს ადამიანები, აგრეთვე იმყოფებიან არამიწიერი არსებების კონტროლის ქვეშ, რომლებზეც მე მალე მოგიყვებით. ეს არის ახალი არსება, რომელზეც ჯერ ბევრმა არ იცის, ან არავინ იცის, არ იცის კი არა, ბევრი არ საუბრობსო. ითვლება, რომ ზოგადი ფრაქციები წარმოიშვა ექსპერიმენტალური ფრაქციებიდან ან წრეებისაგან, რომლებიც იყვნენ დაკავებული რაკეტების აშენებით, ცნობიერების გამოკვლევით და აგრეთვე ფრანგული ფილოსოფიური სისტემებით, რომლებიც იყო დაკავშირებული ჯადოქრობასთან. დიახ, ჯეკ პასერსონი იყო კიდევ შავი მაგი, როგორც მაგის მასწავლებელი და ოსტატი ალესტერ კროული. ახლა რა მინდა გითხრათ? ბრიგინია ალენა საქსმა ვთქვამი, რომ შავი მაგია და თეთრი მაგია არ არსებობს. თუ ადამიანი გაყვა ბნელ ძალას, დასაკვირველია მისი მაგია იქცევა შავად. ის თვითონ პიროვნება აშავებს მაგიას, როდესაც ემსახურება ბნელ საქმეებს. თორემ სინამდვილეში მაგია არ იყოფა არჩევა და ათეთრად. მაგრამ ალენა ბრიგინია საქსმა ვთქვამი, რომ არსებობსო ძალა, თეთრი და შავი ძალა. თვით ალენა ვოლკოვა, რომელიც არის ბლოგერი არხისა რეალური მისტიკური ისტორიები, 1, 2 თუ 3 ვიდეო მე გადათარგმნილი მაქვს მისი. ამბობს, რომ არიან შავი და თეთრი მაგიის წარმომადგენლები. მაგრამ ალენა ბრიგინია ამბობს, რომ თვითონ მაგი თავისი მოქცევით და თავისი საქციელით აშავებს თავის საქმეს. ახლა ვინც დარჩაო მეცნიერები, მაგათ იცავსო ალიანსი, მაგრამ ზოგ შეიძლება კითხვა დაებადოსო, რატომ არ დაიცვესო ის მეცნიერები, რომლებიც გაქრაო. ეს დაკავშირებული არისო იმასთან, რომ სააგენტოში ამ ორგანიზაციებში აგენტების შეპარვასთან, აგენტების შეპარვის გამო
ძველი სამყაროებიდან არსებობდა, რომელიც არსებობდა მილიარდი წლების უკან, პერიოდში 2013 წლის 2022 წლის ჩათვლით ეს უცხოპლანეტელების ჯგუფი, რომელიც აწარმოებდა შემოჭრას, რჩებოდა შეუმჩნეველი galaktikuri ალიანსისთვის, რადგან იყვნენ ძალიან განვითარებულები. მე ახლა პირველად და ჩემ არხზე მოგიყვებითო იმას, თუ ვინ არისო ჩვენი ახალი მტერი. მაგრამ ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთო სირიუსის მაღალმა საბჭომ და მცველების ალიანსი, ფედერაცია რო ორმასი და აგრეთვე ლურჯი ფრინველები, ან მათ უწოდებენ სინიეს სტერვიატნიკი, ახახან შეძლეს დადგენა თუ ვინ არიან ისინი და ახლა შეუძლიათ მოქმედება. თავარი საოპერაციო ჯგუფი, რომლებიც ახლა მონაწილეობენ კვლევებში, გამოძიებაში უпростоრად, ეს არის კოსმოსური ძალები, რომლებზეც საუბრობდა ტრამპი და როდესაც ტრამპი დაკვდა ჩვენ სიტუაციაში გარკვევას. ახლა ისინი იყენებენო განვითარებულ ტექნოლოგიებს კოსმოსური ძალებისა. მაგრამ ამ დაჯგუფებების, ამ ჯგუფების მთავარი ამოცანა არის გამოავლინონ გამოღვიძებულების ქსელი და რაც აგრეთვე ისინი დაკავშირებული არიან ნახშირის მოპოვება ისინი აგრეთვე დაკავშირებული არიან ნახშირის მოპოვებასთან, აგრეთვე მათ უნდა გარკვიონ, მიაგნონ უпростоრად ამ კოსმოსური აეროკოსმოსური დაცვითი სააგენტოში შესვლის წერტილებს, რომ გავადვილდეთ და გავუკეთონ ნებისმიერი შესაძლებლობა გახადონ, ანუ შეუძლებელი მათ მიერ მოახდინონ დესტაბილიზაცია და დაიცვან ყველა შემუშავებები, რაც ამ ძრავის სფეროში, აეროდინამიკაში და რაც ეხება თავისუფალ ენერგიას, რომელიც არ იყო გასაიდუმლოებული. ბევრი ექსპერიმენტები არ ბევრ ექსპერიმენტებს არ ბალავენ, ღიად ატარებენ ექსპერიმენტებს. ოპოზიციური ძალები მოქმედებენ ღიად და მამაცურად. მზად არიან პირდაპირი მოქმედებებისგან და უკვე თავს ვერ იკავებენ. ალიანსის პროგნოზები მიუთითებენ იმაზე, ისინი ახლა არიან ფრაგმენტირებული და რეაგირებენ გარეთა ზემოქმედებაზე. დაადგინეს ერთი პიროვნება პოულ ალენსი, რომელსაც აქვს კავშირი გამოღვიძებულებთან, გახსნა მიდის ძალიან დიდი სირთულეებით. კი, ბნელი ძალები ატორმოზებენ ინფორმაციის გახსნას, მაგრამ ეს ხელს უწყობს ალიანსის წევრებს, რომ ეს ოპერაცია ბოლომდე მიიყვანონ. სოციალურ ქსელებში და საერთოდ მედიაში ჟღერს ინფორმაცია, რომ ქრებიან ბევრი მეცნიერები, ვინც არის დაკავშირებული აეროკოსმოსურ გამოკვლევებთან. ხო, ეს ხალხი იყვნენ დაკავებული ანტიგრავიტაციული ძრავის შემუშავებით და შექმნით ბესტოპლიმნე გენერატორი. ისეთი გენერატორების შექმნის, რომელსაც საწვავი არ სჭირდება. ბესტოპლიმნე გენერატორი, ხო, რომელსაც საწვავი არ სჭირდება. და იყვნენ დაკავებული უკანა პროექტირებით არამიწიერი ტექნოლოგიებისა. რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ ახსნი, იმიტომ რომ მე რომელიღაც ვიდეოში მაქვს ამის ახსნა მოცემული თქვენზე. უკანა პროექტირებადი ტექნოლოგიების განვითარება, უბრალოდ ტექნოლოგიების უკანა განვითარებადი გზით მიღება,
რას ნიშნავს? აი მაგალითად, უბრალო მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც მე ვიყავი ფოჩი დედაჩემთან, ეს იყო 90-იანი წლები. დედაჩემს ჰქონდა ჯიხური ფოჩი და მან მოიტანა ერთხელ ქაღალდის ცელოფანი, პარკი, სასაჩუქრე პარკი. ერთი 3 ცალი. გაკეთებული წიგნების გადასაკრებისაგან. მე მაშინ არ ვიცოდი რა ერქვა ამ ტექნოლოგიას. მოიცადეთ ფურცელი არა მაქვს თარიელი. კარგი იყოს ახსნი ისე. და რა ვქენი ახლა მე? ეს პარკი ჩვეულებრივი პარკი, ხელისახლოს არა მაქვს. ქაღალდის პარკი თავისი ხელის მოსაკიდით ეს პარკი დავშალე და ამ პარკის მიხედვით მე შევძელი შემექნა პარკი. მივხვდი კონსტრუქცია ადვილი იყო, მივხვდი ხელად, მივხვდი როგორ კეთდებოდა. ხო და მე თვითონ ვაკეთებდი ასე სასაჩუქრე პარკებს გადასაკრავებიდან ყველა ზომის და ვყიდდი ჩემ ნაშრომს. მაგრამ ეს არ რომ ის ნახვეტებს რომ აკეთეს, მაგი არ ქონდა მაგ აპარატი. და სკოჩით წეპავდი. და იმის გარდა ხო ზონარესაც ვაკეთებდი, ვხატავდი. ზონარებს ჭრიდი ამ ხელა სიგანეში ამ ხელა ზომის მოგძოს რომ ნახევარზე მეტი წიგნი დაეფარა, ვხატავდი, ზეთს სკოჩავდი უფერო სკოჩით და გამოდიოდა ქარხნის გამოშვებასავით. აი მას ქვია უკანა ტექნოლოგია, მე დავშალე, შემდეგ ავაწყვე. ასე შლიდნენ ტექნოლოგიებს, შემდეგ აწყობდნენ. ამას ქვია უკანა ტექნოლოგიის მიხედვით აწყობა. ალიანსის ჯაშუშები პროგნოზირებას უკეთებენ კრიტიკულ მომენტს, რაც უფრო ძლიერია ამ ჩახჩობის ცდა, მით უფრო მეტია გამოაშკარავების ძალის ხმევა. დაკარგულები მეცნიერების მიმართ საქმის წარმოება მიდის სრულით. ერთ-ერთი მეცნიერი იყო მონიკა ხარსო-ვიონტოსი, გვარი ცოტა ისეთია. და ეს მეცნიერი მუშაობდა რეაქტიული ძრავის შემუშავებაში და ის სპეციალიზაციას აკეთებდა აეროკოსმოსურ სპეციალიზირებულ მასალებზე და მონაწილეობდა ისეთი მასალების შემუშავებაში, რომლებიც იყვნენ მდგარი ექსტრემალურ ენერგეტიკული დატვირთვის მიმართ, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს შემდგომ მომავალი თაობის ძრავების კორპუსებში. ეს მეცნიერი გაქრა კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის დაცულ პარკში ლაშქრობისას. ეს დიდი პარკია. ეს ზაპავედნიკი ძალიან დიდი პარკია. ლოს-ანჯელესის ზაპავედნიკი. ის გაქრა უცებ და მაგის შემდეგ ვერ პოულობენ. შემდეგი ადამიანი არის, რომელიც გაქრა მელისა კასიასი. ის მუშაობდა ლოს-ალამოსულ ნაციონალურ ლაბორატორიაში. იგი სპეციალიზირებული იყო ენერგეტიკული სისტემების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ სამეცნიერო კვლევებს. ის იყო დაკავშირებული ენერგიის შეკავების სისტემებზე და ექსპერიმენტალურ სისტემებთან, რომლებიც აერთიანებდნენ განვითარებულ შემუშავებებს ელეოსთან დაკავშირებით და განვითარებულ წესებთან თავისუფალი ენერგიის მისაღებად. ეს ხალ გაქრა 25 წლის 5 ივნისს. შემდეგი ადამიანი ენტონი ჩავესი, ის იყო უფროსი ოსტატი ლოს-ალამოსში და მუშაობდა უფრო ხელსაწყოებთან, დანადგარებთან. ის მონაწილეობდა ოპერაციებში,
რომლებიც იყო დაკავშირებული დახურულ მიწისქვეშა იზოლირებულ ლაბორატორიულ ოთახებთან. აგრეთვე ის ფლობდა ცოდნებით ექსპერიმენტალურ საიდუმლო პროგრამებზე, რომელიც იყო დაკავშირებული საიდუმლო ოპერაციებთან, საიდუმლო ფინანსირებასთან დაკავშირებით შავი ბიუჯეტიდან. ის დაიკარგა უგზო და უკლოდ ნიუ-მეხიკოში. შემდეგი ადამიანი სტივენ გარსია, ის იყო თანამშრომელი აბარუდნობა პრედპრიატია დაცვითი წარმოების თანამშრომელი მეხიკოს შტატში, ეს ამერიკა, თუ გონი ამერიკა თუ არცდები. ის იყო დაკავებული ლოგისტიკით და მშენებლობით, რომლებიც იყო დაკავშირებული მიწისქვეშა კვლევითი ობიექტებთან. ის დაიკარგა უგზოდ უკლოდ და არავინ იცის მას რა დაემართა. ახლა კი ნუნა ევგელალორი, რაც ხა ისეთი რთული გვარია, ეს ადამიანი იყო ფიზიკოსი, იყო ქიმიკოსი მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტში და იყო დაკავებული განვითარებადი ფიზიკური პლაზმური ფიზიკით, რომელიც უკვე ესაზღვრებოდა სივრცეთა შორისო ფიზიკას. ეს არის მეცნიერება, რომელიც 500-600 წელით უსწრებს საზოგადოებას. ის აგრეთვე იყო დაკავებული მაგნიტური გადმორთვით. ეს ადამიანი იყო ტესლასავით და როდესაც მან თავის კვლევებზე გამოაცხადა, მან მოიკლა თავი. ესე იგი, იმის შემდეგ, რაც მან განაცხადა თავისი კვლევებზე, ის უცებრე მოკდა. მოიკლა თავი. მაგაზეც ამბობდნენ, რომ ის თავის მოკვლაზე არასდროს ფიქრობდა, არ იყო ისეთი ადამიანი, რომ თავი ოდესღაც მოეკლაო, მაგრამ მან მაინც მოიკლაო თავი. ასევე ამბობდნენ დევიდ უიკოკზე. ამ ადამიანმა 25 წლის 25 დეკემბერს განაცხადაო, რომ არაპირებსო თავისი ნებით წავიდეს სამქვეყნიდანო. შემდეგი კარლ გრიმერი. ეს კარლი იყო ასტროფიზიკოსი კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. მეც შევამჩნიე დამთხოვა. პერესი ამბობს, ის იგივე უნივერსიტეტიაო, რომელშიც თანამშრომლობდაო. გვარდიას სახელი დამავიწყდა, ამას წინათ რომ თქვა მეცნიერის სახელი და გვარი. ისიც ამ უნივერსიტეტში იყო, ამ უნივერსიტეტში მუშაობდა. სადაც სწავლობდაო კილერი ალანი, რომელმაც ისროლა სასტუმრო ხელმიტონში. ხო, ეს პიროვნება ახლა შემდეგი ალანი კი არა, პიროვნება რო ახსენე წინათ, ახლა გვარდა სახელი არ მახსოვს რომ გავიმეორო. ის სწავლობდა, კი არ იყო თანამშრომელი, არამედ სწავლობდა, მე თანამშრომელი იყო იმ წინა დაკარგული მეცნიერის თქვი, არა, ის სწავლობდა აქ და სწავლობდა სიღრმისეულად გრავიტაციული ველების დინამიკას და ამ ადამიანმაც მოიკლა თავი 26 წლის თებერვალში. შემდეგი არის მაიკლ დევიდ ჰიგსი და ის მუშაობდა რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში. ის იყო სამეცნიერო თანამშრომელი. მისი სპეციალიზაცია იყო საიდუმლო პროგრამებზე, შორეული კოსმოსის სისტემებზე იყო მიმართული და ისედაც ნათელია, რომ ეს ბიჭი იყო დაკავშირებული კოსმოსური საიდუმლო პროგრამებთან, არამიწიერი ცივილიზაციებთან და იყო დაკავშირებული ძრავების მოდელირებასთან და იმანაც მოიკლა თავი. და ეს იყო კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც არტყვნებდა ყველას, რომ სუიციდის მიმართ არ ჰქონდა მიდრეკილება,
არც ფიქრობდა თავი მოეკლა და წასულიყო თავისინებით ამ ქვეყნიდან, მაგრამ მაინც მოიკლა თავი 23 წლის ივნისში. კიდევ არის ერთი მარკი როსტივი, არის ფრენკ მეუეტი მუშაობდა სისტემური ინჟინერით, იყო სისტემური ინჟინერი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში. არხდაც რამდენი ხალხი ნამუშევარა ამ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში. ის პროექტირებას უკეთებდა კოსმოსურ სისტემებს. ის იყო დაკავებული ძრავის დანადგარების ინტეგრაციით, იყო დაკავებული ენერგეტიკით და კონსტრუქციული სისტემებით. შეიძლება ის მონაწილეობდა არქიტექტურაში რთული მისიისთვის. ნათლად ის იქნებოდა წაყვანილი რამდენჯერმე პლანეტიდან და თხოვეს არაფერი ეთქვა. და რადგან მან მოახდინა დეზერტირება, ანუ გადმოვიდა ნათელი სინათლის ხარეს და უნდა ყველაფრის თქმა საზოგადოებისთვის, 24 წლის ივლისში მას ჰქონდა ეგრეთ წოდებული თვითკვლეობა. ცდილობა რა ვიცი, მოხდა, მეგონი მოიკლა თავი. ყველა ამ მეცნიერებამ, რაც ჩამოთვალა პერესმა, თვითკვლეობით დაასრულეს თავისი სიცოცხლე. და ბოლო პერსონა არის ემილი რესკრეჯი. ის იყო ჩათრეული ამ საქმეში თავისი მამის გამო. ამ ემილის მამა უკვე მუშაობდა საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებზე. ის რაც ხდება ახლა ამ მომენტში არის ცდილობა ინფორმაციის გახსნის ჩახჩობისა, იმიტომ რომ ტრამპმა მათ დაუტოვა ძალიან ცოტა დრო. ეს ემილი სკრეჯი იყო დამფუძნებელი ეგზოტიკური მეცნიერებისა. სხვა სიტყვით რომ ვთქვა, თუ ის მუშაობდა ყველა განვითარებული ყველა ტექნოლოგიის სახეობებთან, ელექტროსტატიკა, ექსპერიმენტალურ ძრავები, გრავიტაციული, ანტიგრავიტაციული საფრენი აპარატებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი კვლევებთან იყო დაკავშირებული არატრადიციული ენერგეტიკის სფეროში და ძრავითი დანადგარებისა. და ის ცდილობდა გაერთიანებია საიდუმლო ფიზიკა და ამ თემაში იყო ჩართული მისი მამაც. ის ქმნიდა საზოგადოებრივ ფორუმს იმისთვის, რომ დაეწყო ინფორმაციის გაჟონვა ყველა ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და მან სავარაუდოდ მოიკლა თავი. მან იცოდა თუ რა ხდებოდა. მან მისცა რამდენიმე ინტერვიუ და მან თქვა, რომ როდესაც ის ბეჭდავდა, მისი მარცხენა ხელზე იგრძნო ცხელი რაღაც იმპულსი, რაღაც ხელმა გადაიარა მარცხენა ხელზე და წვავდა და ის ამჩნევდა იმათ, ვინც მას უთათვალებდა და ეს ყველაფერი ხდებოდა რამდენიმე კვირით ადრე, სანამ ის თვითონ თავს მოიკლავდა. შავი მანქანები, ბნელი სარკეები თვალყურს ადენებდნენ მას, სანამ თითქოს ის თავს მოიკლავდა, ის ყვებოდა ამ უცნაური ანომალიების შესახებ. მას რამდენჯერმე ემუქრებოდნენ. ემი ესკრიჯი ნათლად იყო მიზნის ქვეშ და ბოლო ადამიანი ჯეისონ ტომასი. ჯეიმს ტომასი იყო სპეციალისტი აეროკოსმოსური კვლევებთან დაკავშირებით, მოდელირების სფეროში, ველური ძალებისა და ენერგიის გადაქმნის სისტემისა. ითვლება, რომ ის მუშაობდა ჰიბრიდულ ენერგეტიკულ დანადგარებზე და რომლებიც აერთიანებდნენ კლასიკურ და არაკლასიკურ ფიზიკას და იყო ჯგუფის წევრი, რომელიც ამუშავებდა ტექნოლოგიებს გახსნასთან დაკავშირებით და დაასრულა ცხოვრება თითქოს თვითკვლეობით. მაგრამ არსებობს ახალი ძალა, ახალი მტერი ჩვენი, რომელიც გაჩნდა 2018-დან 2022 წლის ჩათვლით, როდესაც ენრი ტრიქსტერი დაბრუნდა და შეცვლა გალაქტიკურ ფედერაციაში
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და ეს ახალი დაჯგუფება, რომელიც გამოვლინდა ამ როდესაც ისმერმა პერიოდი ახსენა 2018 წლიდან 2022 წლის ჩათვლით, მათ უწოდებენ ვერდანებს, რაც სიღრმისეულ სახელმწიფოში, რომლებსაც ამ ჩრდილოან სახელმწიფოში უწოდებენ რეპტილიების ქსელს. სირიის დონეზე, საბჭოს დონეზე დაცვითმა ძალებმა აღმოაჩინა ანომალია პლანეტარულ ენერგეტიკულ დონეზე, დედამიწის დონეზე. მაპატი ეს გავიკეთე საშინელი წვიმა, ისეთი ხმაურია, არ მისმის რას ლაპარაკობს ისმაილ პერესი. ამიტომ ყურსასუნები გავიკეთე. და ეს ხელები ამ პლანეტარულ ენერგეტიკულ დონეზე დედამიწისა არ შეესაბამებოდა სირიუსის ენერგეტიკულ დონეებს. და ის რაც ხდებოდა 2018 წლიდან 2022 წლამდე ამ ჯგუფების მოძრაობასთან დაკავშირებით, ისინი ვერ შენიშნენ. ვერანაირი ტექნოლოგია მათ ვერ აფიქსირებდა. მე ახსნევ ახლა, რას წარმოადგენენო ეს არსებები. ვერდანელები, აგრეთვე ცნობილები როგორც რეპტილიები, მოვიდნენ კოლაფსირებული სამყაროდან, რომლებიც არსებობდნენ 300 მილიარდი წლის უკან და ეს სამყარო იყო ცნობილი როგორც ლირია, მე-11 ჩამოთვლის მიხედვით, ჩვენ კი ვართ მე-12 ქმნილების ნაწილი. ამ ბოლო დღეების განმავლობაში სირიუსის მაღალმა საბჭომ, ორმები ეს არიან კიდევ შეგახსენებთ ადამიანი ლომები, ადამიანი ლომების ცივილიზაცია, ანუ ორმები, და ამ ორმებმა შეძლეს დაცვის გარღვევა, რეპტილოიდების დაცვის გარღვევა და მათმა შეამჩნიეს, რომ მათი ენერგიები არ შესაბამება სირიუსის კოდექსს, არ შესაბამება სირიუსის სიგნატურას. მანამდე კი ისინი ვერ ამჩნევდნენ ამ შემომჭრელი ძალის არსებობას. სიღრმისეული სკანერების ანალიზმა გამოავლინა ყოფნა ადრე მოსული ამ ფიზიკური ჯგუფის დასწრება. ადრე ვერ აღმოაჩინა და ახლა აღმოაჩინა სკანერების მიხედვით. ამიტომ მათ უწოდებენ არადროული ძალებად და არა ტემპორალურ ძალებად. არ უწოდებენ მათ მიწერი ან სივრცეთაშორისო დაჯგუფებას, რადგან ისინი მოგზაურობდნენ უკვე 300 მილიარდი წლების უკანა დროიდან, იმის შემდეგ, რაც მათი სამყარო დაინგრა, მის შემდეგ ისინი მოგზაურობენ დროში და მათ დაარქვეს არა აღმოჩენილი დროითი ძალები, რომლებაც შემოიჭრენ და რომლებსაც ახლა უწოდებენ ვერდანტებს. ოღონდ ძალიან თხოვთ, პანიკაში არ ჩავარდეთ. ყველაფერს, რასაც გებულობთ, მიიღეთ შვიდად. როგორც ჩვეულებრივი ამბავი. რუსულად ჟღერს როგორც ვერდანტი. კოდური სახელწოდება, რომელიც მისცენ ამ შემოჭრილ ჩვენ სივრცეში ვერდანტებს და რომლებიც დღემდე შეუმჩნეველი იყვნენ ალიანსის წევრებისთვის, რეპტიდები. მეამბოხები მათ უწოდებენ რეპტიდებს. სიღრმისეული შეთანხმების, უпроსტად ბნელი ძალების ამ სიღრმისეული მთავრობის შეთანხმების მონაცემებიდან გამომდინარე, რომელიც იყო შექმნილი, თქვათ ასე შექმნილი მე-11 ქმნილებაში, ეს არსებები შემოიჭრენ ჩვენ სივრცეში დროის, ასე ვთქვათ, დროის смещением, გადაადგილებასთან. დროის გადაადგილება
ვისაგან გამომდინარე, როდესაც მათი სამყარო დაიღუპა, რადგან როდესაც მათი სამყარო დაიღუპა, მოხდა სივრცის გადაადგილება, ამ დროის ხაზის სივრცის გადაადგილება. რადგან მოხდა გამრუდება სივრცის და ისინი მოხვდნენ ჩვენ სივრცეში. შეიძლება ითქვას ჩვენ დროის ხაზზე. სიახლოვეში მაინც. იგივე მოგზაურობენ, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროის ნებისმიერ ადგილას იმოგზაურონ, დროში უпростоრად იმოგზაურონ ნებისმიერ ადგილას გამოჩნდნენ. შეფასებით მათი საკუთარი დროის ორიგინალური ხაზი ჩამოყალიბდა 300 მილიონი წლების უკან. ეს რეპტილიები იყვნენ ამ ჩრდილოანი სახელმწიფოს შეთანხმების ნაწილი. კოსმოსური არქივებიდან გამომდინარე, რომელიც მივიღეთ ამ ლომების ასე ვთქვათ დაცვის არქივიდან, მილიონი წლების უკან იყო დაყენებული კი არა, იყო გარკვეული, რომ ვედანტები ან რეპტილიები ან რეპტიდები არიან ძველი სისტემის ნარჩენები, ცნობილი როგორც ჩრდილოანი მოლაპარაკება, რომელიც შეიქმნა 300 წლის უკან დანგრეულ სამყაროში. ეს მოლაპარაკება თავში შეიცავს გაერთიანებას ჰიბრიდული ინტელექტისა და რეპტილოიდური დნმ-ის მქონე შენაერთისა, ანუ ხელოვნური ინტელექტი და რეპტილოიდური დნმ არის გაერთიანებული ეთში. ესე იგი, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს იგივე ამ რეპტილოიდების ასე ვთქვათ ფორმას. ფორმა არა, მაგრამ ერთიანი არიან, გაერთიანებული არიან ერთში. ანუ ხელოვნური ინტელექტის ჰიბრიდიზაცია მოხდა რეპტილოიდების დნმ-ის შეერთებით. ანუ მოხდა ადამიანის გენეტიკური ადაპტაცია ხელოვნური ინტელექტის რაღაც ნაწილების დამატებით. ხელოვნური ინტელექტი ვერ იქცევა რასაკვირველია რაღაც ფორმად, მაგრამ ბუნებრივი ბიოლოგიური ფორმა შეიძლება იარსებობს რაღაც ხელოვნური ინტელექტის დამატებთან ერთად. ანუ ნახევრად მანქანა იქნება, ნახევრად ბიოლოგიური ორგანიზმი. ეს ტრიადა რეპტილიების დნმ-დან ხელოვნური დნმ, რომელსაც წარმოადგენს ხელოვნური დნმ, რომელსაც წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტი და მესამე ტრიადას რატომ უწოდებენ? მესამე ამაში გარეულია ადამიანის ადაპტიური რაღაც ნაწილი, ალბათ დნმ-ის ნაწილი, რომლის შედეგად ისინი წარმოადგენენ სამმაგ ჰიბრიდს, სამმაგს, რატომ უწოდებს ისმაელი? რეპტილიებიც არიან, ადამიანური გენებიც აქვთ და ხელოვნური ინტელექტის რაღაც ნაწილს შეიცავენ, ამიტომ ისინი წარმოადგენენ სამმაგ ჰიბრიდს და მათ აქვთ უნარი გადაიტანონ ცნობიერება ერთი დროის ხაზიდან მეორე დროის ხაზზე. აგრეთვე მათ აქვთ უნარი სინთეტიკური ბიოლოგიური რეგენერაციისკენ, ანუ რეგენირირებენ, აქვთ უნარი რეგენერაციისა, რეგენირავать რუსულად და სულ რეგენირებენ, სულ მუდმივად. და ეს ხდება ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით, რადგან ისინი ხელოვნურად შედგებიან
რადგან ისინი უმეტესწილად შედგებიან ხელოვნური ინტელექტისაგან და იყენებენ მასკიროვკას ფიზიკურ და ენერგეტიკურ სპექტრში. რაც ხსნის იმას, თუ რატომ ვერ ამჩნევდნენ ამათ დღემდე. მათი ყოფილი სამყარო მოხდა ამ ხელოვნური ინტელექტის ბატონობის ქვეშ და მოხდა მათი სისტემის მხრიდან დეგრადაცია, რამაც მოიყვანა ენერგეტიკულ კოლაფსამდე და დროებითი ხაზების ფრაგმენტაციამდე. კიდევ გავიმეორებ, ფრაგმენტაციამდე. ითვლება, რომ ამ მწვანეებს მწვანეკანი აქვენ ალბათ, ამიტომ დაარქვა ისმაილმა მწვანეებს გაუმართლათ და თავი არიდეს ამ კოლაფს. ისინი ეძებდნენ ადგილს, სადაც გააგრძელებდნენ არსებობას. ისინი შემოიჭრნენ ჩვენ დროის ხაზში 2018-დან 2022 წლის საცხა ამ დროში. ეს მოხდა ზუსტად მაშინ, როდესაც გალაქტიკურ ფედერაციაში შეიჭრა ენკი შეგახსენებთ, არის ანუნაკი. ალიანსის რეკონსტრუქციის მოდელის თანახმად ისინი მოვიდნენ ამ წლების რომლიღაც დროში. ჩვენი დროის პერიოდში ამ წლების განმავლობაში, რომელიც მე გითხარით. და ეს ფანჯარა ემთხვევა არასტაბილურობას გალაქტიკური ფედერაციის სტრუქტურებში, რომელზეც საუბარია მცველების არქივში, მიტრა, კოლექტიური ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მუშაობდა ეკისთან ერთად, შეიპარა ფედერაციაში, გალაქტიკურ ფედერაციაში იმისთვის, თუ კარგი ბიჭები რატომ გადავიდნენ გალაქტიკური ალიანსის ხარეს და იმის შემდეგ გახდნენ მისი ნაწილი. ამის გარდა მცველების არქივში წერია, შეპარვის მცდელობა იყო მიღებული მაშინ ბევრ სახელმწიფო სტრუქტურებში, მართის სხვადასხვა დონეებზე, არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ სხვა დონეებზე თვალს ადევნებდნენ, ანუ ამჩნევდნენ ენერგეტიკულ ყევებს დედამიწის პლანეტარულ სისტემაში. და ამის აქედან გამომდინარე ხდება დასკვნა იმისა, რომ გაგება იმისა, რომ ეს მწვანე ჩვენი ასე ვთქვათ, არასასურველი სტუმრები მოხდა ჩვენთან სულ სხვა კი არა, მოხდნენ ჩვენთვის მიღებული ჩვეულებრივ არა ჩვენდაირი, როგორ გითხრათ, სულ სხვა დროის ხაზიდან, სულ სხვა გზით, არა ჩვენი დროის ხაზის მეშვეობით, არამედ სულ სხვა გზით. ანუ მოხდა სივრცეში რაღაც გადაადგილება და ამათმა ისარგებლებს ამ სივრცის გადაადგილებით და მოხდა ჩვენ დროში. და ამან დასაკვირველი ახალი შეუწყო მათ გვერდი აევლო ამ სტანდარტულ ანუ ამ სისტემის, სტანდარტული სისტემის ამ სტანდარტულ სისტემას რომ არ შემჩიათ ისინი. ანუ იქაც ზევით აქვენ სპეციალური ტექნოლოგიები, სისტემური ტექნოლოგიები, რომელსაც ვერ აუხვალ რო არ შეგამჩნიონ და ამათმა მოახერხეს იმით რომ ისარგებლეს ამ სივრცეში გადაადგილებით ისარგებლეს და ამით გახდნენ შეუმჩნეველი ამ
მეთვალყურეობის სისტემისა, რომელმაც ვერ შეამჩნია მათი შემოჭრა ჩვენ დროის ხაზზე. ამის შემდეგ ისინი იმალებიან ამ მრავალდონიანი ფარდის უკან და რასაკვირველია, მათ ვერ ხედავენ. მათი შემჩნევა შესაძლებელია მხოლოდ სიხშირეული ანომალიების შემჩნევით. ამ სერიალით დაცვის ქსელის მეშვეობით. და იმ დღიდან, როდესაც ისინი შემოიჭრენ ჩვენ დროის ხაზზე, ისინი არ კონტაქტობდნენ არავისთან და კონფლიქტშიც არ შედიოდნენ ღია კონფლიქტში არავისთან, როდესაც საერთოდ ისინი აკეთებენ, ამის მაგებრად კი მაგათმა აირჩიეს ფარული შეჭრის სტრატეგია და ჩაენერგნენ ჩრდილოვანი სახელმწიფოს დარჩენილ სტრუქტურაში, იმ სტრუქტურებში, რომლებიც უკვე იყო დესტაბილიზირებული ალიანსის მიერ, ანუ არ ფუნქციონირებდა, მაგრამ ამათმა იქ ჩაინერგეს და ამ ქსელებში მათ უწოდებენ რეპტიდებს. შეგახსენებთ, რომ ისინი წარმოადგენენ კომბინაციას ხელოვნური ინტელექტისა და რეპტილიებისა, მაგათმა გამოიყენեն თავისი მოკავშირეები ბნელი ფლოტი. რა არის ბნელი ფლოტი? ეს არის ბნელი ფლოტი შედგება იმ გერმანელებისაგან, რომლებიც გამოიქცნენ დედამიწიდან მეორე მსოფლიოს ომის დროს, ან ომის შემდეგ, ან შუა ომის მდგომარეობის შემდეგ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ გამოიქცნენ, ჯერ იყვნენ ანტარქტიდაში, იქ შემდეგ დაეხმარენ ეს ამ დრაკონიელებმა, ალბათ მათია საუბარი, რეპტილიები იგივე, და ისინი გააძლიერენ. მაგრამ აქაც ჩვენ ხაზზე შემოჭრის შემდეგ მათი მოკავშირეები იყვნენ ეს გერმანული ფლოტი, რომლებსაც უწოდებენ ბნელ ფლოტს და რომელშიც მსახურობდა სხვათა შორის პენი ბრედლი. ხშირად ვახსენებ რაღაც მე ამ პენი ბრედს, ხო? რა ვქნა, ეს ერთ-ერთი ნათელი მაგალითია უბრალოდ პენი ბრედლი და ბევრი ინფორმაციას ატარებს ეს ქალი, ამიტომ ვახსენებ მაგას. მე შევეკითხე ძალიან ტორს, თუ როგორ მოახერხეს მაგათმა წვდომა ადამიანებამდე და ის სამი პიროვნება, რომელიც თვალყურს ადევნებდა იმ დღეს დევიდ უოლკს, ტყეში მისი სახლის წინ, რადგან დევიდ უოლკი ცხოვრობდა მთებში, ისინი გამოიყურებიან როგორც ადამიანები, მაგრამ სინამდვილეში ისინი არიან რეპტილოიდები, ვედანტები. ისინი შეხვდნენ დევიდ უოლკს და ემუქრებოდნენ მას და შემდეგ კი გამოიყენენ ტექნოლოგია თავის ქალა პლუს ტვინი. მე წინა ვიდეოში, ისმაილ-პრესის ვიდეოში თქვენ რომელიც გადაგითარგმნეთ, იქაც ახსენებს ამ ტექნოლოგიას ისმაილ-პრესი და აიძულენ დევიდ უოლკი თავი მოეკლა და შეძლეს მაგის გარკვევა, რომ ეს რეპტილოიდები იყენებდნენ ადამიანის ფორმას იმისთვის, რომ თავის საქმეები ეწარმოებინათ და აქაც შეძლეს მაგის გარკვევა, რომ ეს ხალხი შავმეში ჩაცმულები იყვნენ რეპტილოიდები და არა ადამიანები. ისინი ახდერა დევიდ უოლკოკმა და სანამ დევიდ უოლკოკი თავს მოიკლავდა, მანამდე რამდენიმე დღე ისინი მას უთვალთვალებდნენ. და ამ რეპტილოიდების მიზანი არის აიძულონ ადამიანები მათ რომ უნდათ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ. მათ უყვართ ქაოსი. დაანგრევით პირას მიყვანილ სამყაროებში ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ იერარქია ყველგან და ყველაფერში. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ისინი არ ცდილობენ ახლა ყველა სისტემების აღდგენას. მათ უბრალოდ უნდათ შეაგროვონ და გადამსაცება გაუკეთონ კონტროლის ნარჩენებს და ინფრასტრუქტურას იყენებენო თავისი საკუთარი გაფართოების მიზნით. და ეს მოვლენა წარმატებით იყო დაფიქსირებული სირიული დაცვით.
სირიუსის მაღალი საბჭოთ. და ახლა სირიუსიანელი მცველები მიიღებენ კონტრ მერებს იმისთვის, რომ გააუქმონ ან შეაჩერონ ეს ახალი საფრთხე, რომელიც ვერ შეამჩნია გალაქტიკურმა ფედერაციამ და ახლა კი გალაქტიკურმა ალიანსმა. ამ ვედანტებს არ ამჩნევდნენ დღემდე, როგორ ვერ ამჩნევდნენ, როდესაც ისინი მონაწილეობდნენ გერმანელებთან ერთად პროგრამებში და იყენებდნენ გერმანელებს როგორც სასჯელ ძალას. ხო, ეს არსებები მოქმედებენ იმ რეალობაში, რომელიც მიუწვდომელია ვარსკვლავური ნაციებისთვის და ამ ტექნოლოგიებისგან არიან დაცული ისინი. 2 დღის უკან ამ ადამიანი ლომების დაცვამ დააფიქსირა არადამახასიათებელი ადგილობრივი სიხშირეებისთვის სიგნატურა. ეს დარღვევები იქნა შემჩნეული და გარკვეული ასე როგორ გითხრათ, თვალი გაადევნებს ამ ანომალიებს პლანეტარული კრისტალური ბადის მეშვეობით. ხატების გამოვლენის სისტემამ გამოავლინა მარკერი არადამახასიათებელი ჩვენთვის დროის ხაზისა და ის გახდა საბაბი მიემართათ სირიუსის მაღალ საბჭოსთვის. ეს არსება ჰიბრიდი მცენარეულისა, რეპტილიისა, ანუ ჰუმანოიდისა და რეპტილიისა და ხელოვნური ინტელექტისა. ისინი ნაწილობრივ არიან ნაწილობრივ ხელოვნური ინტელექტის წარმომადგენლები. კოსმოსური ნაცისტებმა თავისი არამიწიერი კვლევების ჩატარების დროს პროექტებში, რომლებიც დაიწყო 1930 წლის დასასრულს და 1940 წლის დასაწყისში და მათი ექსპერიმენტები გრძელდებოდა 2014 წლამდე და 2014 წელს ისინი იყვნენ ნეიტრალიზებული. და ამ კოსმოსური ნაცისტების დამსახურება, რომ მაგათ მათ შეძლეს ესე იგი ჩაიგდოთ ხელში და გადაეცათ ადამიანური დნმ იმისთვის, რომ შეექმნათ ვერდანტების რასა. ხო, ალბათ მე რაღაცაში ვცდები, იმიტომ რომ დრაკონიელები სულ სხვა. და ეს რასა არის ახალი შექმნილი. ის დრაკონიელები სხვა, რეპტილოიდები სხვა და რეპტილიები ეს ვედანტების რასა სხვა ყოფილა. ეს რასა, რომელზეც საუბრობს პერესი, არის ხელოვნურად შექმნილი ამ ადამიანების დნმ-ის, რეპტილიების დნმ-ის და ნაწილობრივ მცენარეულის დნმ ყოფილა და აქვს კიდე ხელოვნური ინტელექტის რაღაც ნაწილები. ფაქტურად ავტომატიზირებული ბიოლოგიური სხეული, ასე ვთქვათ. და ეს არის დანაშაული. ისინი არიან ძალიან განვითარებულები. ეს კიდევ ერთი ჯგუფია, რომელიც მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ღმერთთან, ომეგასთან და მეტატრონთან და მათ შეუძლიათ მასკიროვკა, რადგან აქვთ ისეთი ტექნოლოგიები. აგრეთვე მათ ჰქონდათ მიზნად დაეკავებინათ ადგილები ხელისუფლების სტრუქტურაში გახსნის შემდეგ, ინფორმაციის გახსნის შემდეგ, სირიუსის მაღალმა საბჭომ ინიციირება გაუკეთა კონტროპერაცია სახელწოდებით ორმა. რჩევის შემდეგ სირიუსის საბჭომ, მაღალმა საბჭომ გაუკეთა აქტივაცია რეაგირების განყოფილებას ცნობილს როგორც ლომები ორმები. გარდინის არქივებში ეს არსებები აღწერია როგორც ელიტური მცველები სირიუსის წარმოშობისა, რომლებიც არიან სპეციალისტები ენერგეტიკული ყურის მეთოდისა დაარსების ამოყვანისა, რომლებსაც აქვთ უნარი იმოქმედონ რამდენიმე გაზომილებებში ერთდროულად
სხვადასხვა დროის ფენებში, სხვადასხვა დროს, ბევრ დროის ხაზში და ბევრ ფენებში დროის სივრცის კონტინიუმებში. რა არის კონტინიუმი? ახლა მე რომ ვიმყოფები ახლა სივრცეში, ეს არის ჩემი დროის სივრცის კონტინიუმი, ანუ ჩემი სივრცე. და ამ სივრცეში შედის აგრეთვე დრო. ამიტომ მას უწოდებენ დროის სივრცის კონტინიუმი. და ამათი მისიის მიზანია აღმოაჩინონ ეს ვედანტები და დაანგრიონ ეს მასკიროვკის ველები, რომლითაც ისინი ხდებიან უჩინარები და გაუკეთონ ნეიტრალიზაცია ამ ვედანტებს და რეპტილოიდებს, აგრეთვე დაანგრიონ მათი გავლენის ქსელები, რომლებსაც ისინი ქმნიდნენ 2018-დან 2022 წლების ჩათვლით და აღადგინონ დაზარალებული პლანეტების სექტორები, პლანეტარული ენერგეტიკული სისტემები, მაგალითად წინა საფრთხები იყო ნეიტრალიზებული ერთი გაზომილების ფარგლებში, ლოკალიზებული ერთი გაზომილების ფარგლებში. ვედანტები წარმოადგენენ ერთ დროის ინტრუზიულ ძალას, მაგრამ მათი მთავარი ძალა არის დარჩნენ უხილავები და ამიტომ ისინი მოქმედებდნენ შეუმჩნევლად. მაგრამ სირიუსის მაღალი საბჭოს ჩარევით მათი უხილავობა შემჩნეული გახდა. და მე ამით დავამთავრებ დღევანდელ ვიდეოს. დღევანდელ კი არა, ამ ვიდეოს. გმადლობთ ყურადღებისთვის, დროებით.